1939 წლის 29 ივლისია, კეორიზე, მაღლა. სამი ადამიანი პოულობს მომაკვდავ მთამსვლელს და ტოვებს მას იქ, ცოცხალს. მაგრამ 2 დღის შემდეგ არც ერთი მათგანი აღარ ბრუნდება. 4 გვამი, არც ერთი პასუხი. 90 წელი გავიდა და დღესაც კი მთამსვლელები კვლავ დაობენ, რა მოხდა იქ ზემოთ. ერთი მხარე ამას ტრაგედიას უწოდებს, მეორე კი მკვლელობას. ეს არის კეორის ყველაზე საკამათო ღალატი. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ექსტრემალურ ზღვარზე, სადაც ჩვენვებით ამბის მიღმა არსებულ ისტორიას. დადლი ვოლფი იყო მდიდარი ამერიკელი, მაღალი საზოგადოების წარმომადგენელი, რომელიც დაიბადა ნიუ-იორკში 1896 წლის 6 თებერვალს. მისი მამა იყო ყავის იმპორტიორი, რომელმაც სახელი გაითქვა თავისი არისტოკრატული წარმოშობისა და ინდოეთში ვეფხვებზე ნადირობის შესახებ მოგონილი ამბების მოყოლით. მისი დედა კი მეორეს მხრივ იყო მდიდარი ბიზნესმენის, ბენჯამინ ფრანკლინ სმითის ქალიშვილი. თავის 3 ძმასთან ერთად მათ 1880-იან წლებში დააგროვეს დაახლოებით 30 მილიონი დოლარის ქონება, რაც დღეს თითქმის $1 მილიარდ უდრის. ეს დუდლის შესაძლებლობას აძლევდა, რომ დიდრულად გაზრდილიყო. ის სწავლობდა პრესტიჟულ პანსიონებში და მიუხედავად იმისა, რომ სწავლაში ბევრს ცდილობდა, მისი აკადემიური წინსვლა სუსტი იყო. მაგრამ სპორტი ძალიან უყვარდა და სკოლის პერიოდში ფეხბურთს, ჰოკეის თამაშობდა, ასევე გამოირჩეოდა ნაოსნობასა და ნადირობაში. ამით პირველად გამოავლინა თავგადასავლების მოყვარული ხასიათი. 1916 წლისთვის მან სკოლა დატოვა და სამსახურის პოვნა გაუჭირდა. მას არ აინტერესებდა ოჯახური ბიზნესი, რომელიც იმ დროისთვის უძრავი ქონებისა და რკინიგზის იმპერიად იყო ქცეული. ამის ნაცვლად ახალგაზრდა დადლი ადამიანების დახმარება სურდა და რადგან ევროპაში ომი მიმდინარეობდა, მას უკეთესი საქმე ვერ წარმოედგინა. მას შემდეგ, რაც აშშ-ს სამხედრო ძალებში ცუდი მხედველობისა და ბრტყელი ტერფების გამო არ მიიღეს, მან ხელი არ ჩაიქნია. ამის ნაცვლად დადლიმ მოხალისედ ჩაეწერა წითელი ჯვრის სასტრაფო დახმარების კორპუსში ევროპაში, რაც თანდაყოლილად მდიდარი ახალგაზრდა კაცისგან ნაკლებად მოსალოდნელი იყო. მან კიდევაც კი დაიმსახურა იტალიური კროჩე დი გუერა და კამპანიის მედალი. შემდეგ 1918 წლის ოქტომბერში დადლი შეუერთდა ფრანგულ უცხოურ ლეგიონს და 1 თვის განმავლობაში მსახურობდა, სანამ დასავლეთ ფრონტზე ბრძოლები დასრულდებოდა. ომის შემდეგ დადლი დაბრუნდა ომაჰაში, შეერთებულ შტატებში და რადგან სხვა გზა აღარ ჰქონდა, აღმოჩნდა, რომ ოჯახის უძრავი ქონების ბიზნესის მართვაში ეხმარებოდა. მაგრამ მისი გული ამ საქმეში არ იყო. მას ცხოვრებისგან მეტი სურდა. მას უყვარდა ბუნებაში ყოფნა და ხშირად ოცნებობდა ისეთ სამუშაოზე, რომელიც გარეთ მუშაობის საშუალებას მისცემდა. შემდეგ სრულიად მოულოდნელად შესაძლებლობა გამოუჩნდა და 1924 წელს დადლის ცხოვრება სამუდამოდ შეიცვლებოდა. მცირე გადახვევა ამ ქაოსურ ისტორიაში. თუ გსურთ იყოთ ექსტრემალური საზოგადოების ნაწილი, იხილეთ ექსკლუზიური ვიდეოები, რომლებიც სპეციალურად თქვენთვის არის შექმნილი. მიიღეთ ადრეული ცდომა ჩვენ სხვა კონტენტზე და მიიღეთ მონაწილეობა კონტენტის გამოკითხვებში. შემოგვიერთდით Patreon-ზე. გელითიქ 1924 წელს დადლი და მისი ძმები გამოიძახეს მათი 94 წლის ბაბუის უზარმაზარ მამულში მეინში. ამ დროისთვის იგი ფართოდ ითვლებოდა ყველაზე მდიდარ ადამიანად ახალ ინგლისში. ბაბუამისის არც ერთ ძმას საკუთარი შვილი არ ჰყავდა, ამიტომ უზარმაზარი საოჯახო ქონება დადლისა და მის ძმებს გადაეცათ. ამ დროისთვის მიჩნეულია, რომ ძმების ქონება დაახლოებით $100 მილიონ შეადგენდა. ან დღევანდელი კურსით დაახლოებით 1,4 მილიარდ დოლარს დადლი უნდა გამხდარიყო ამერიკის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი. მას აღარ უწევდა მუშაობა. მას შეეძლო დრო დაეხარჯა იმაზე, რაც უყვარდა, მაგრამ უცნაური მოვლენების განვითარებით მან გადაწყვიტა ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩაებარებინა. მიუხედავად იმისა, რომ აკადემიური კვალიფიკაცია არ ჰქონდა, დადლი გასაოცრად მიიღეს 1925 წელს. სწორედ ჰარვარდში სწავლის პერიოდში დაიწყო მან იმის შესწავლა, რაც ერთ-ერთ ნამდვილ ვნებად ექცა. იახტებით რბოლა. აქ გამოჩნდა მისი სიყვარული ექსტრემის მიმართ. მომდევნო წლებში მან უამრავი საათი გაატარა ატლანტიკის ღია წყლებზე რბოლაში და ზოგადად ბრუკლინის იახტ კლუბის ღრმა ზღვის გამოწვევის თასიც მოიგო. მან 1929 წელს შეუკვეთა 60 ფუტიანი სკუნერი სახელად მოჰოუკი და გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც 60 ფუტიანი იახტით ატლანტიკა შეჯიბრში გადაკვეთა. მან მონაწილეობა მიიღო მეფისა და დედოფლის თასის კლასიკურ შეჯიბრში და ბევრად უფრო დიდ გემებთან შედარებით მეორე ადგილი დაიკავა. ჰარვარდის დამთავრების შემდეგ დადლი კიდევ ერთხელ აღმოჩნდა გზაჯვარედინზე. იახტებით რბოლისადმი მისი სიყვარული აღარ იყო ისეთი, როგორიც ადრე და ის დაიღალა იმ სოციალური წრეებით, რომლებშიც აღმოჩნდა. ამან დადლის ევროპაში გადასვლა გადააწყვეტინა, სადაც ალპინიზმი და თხილამურებით სრიალი დაიწყო. დადლი ბუნებრივად ნიჭიერი იყო თხილამურებით სრიალში. ის თითქმის ყოველდღე ვარჯიშობდა და ამას იყენებდა როგორც ყოველდღიურ ცხიური ცხოვრების წნეხისგან გათავისუფლების საშუალებას. დროთა განმავლობაში ის ცნობილი გახდა ალპებში თხილამურებით სრიალის უნარით და შეძლო მონბლანის მასივის გადაკვეთა თხილამურებით. ამავე დროს მან ალპინიზმიც დაიწყო, თუმცა სპორტის ტექნიკური მხარეები მისთვის რთული აღმოჩნდა.
მიუხედავად მისი სიმდიდრისა და თავგადასავლების მოყვარული სულისა, დადლი აღწერდნენ როგორც მშვიდ, მხიარულ და საკმაოდ მორიდებულ ადამიანს. მაგრამ ეს არ შეუშლია ხელი ნამდვილი სიყვარულის პოვნაში. 1934 წელს მან იქორწინა ელის ბლეინ დამროჟზე, რომელიც გამოცდილი მოთხილამურე და ბუნების მოყვარული იყო. თითქოს ისინი ერთმანეთისთვის იყვნენ შექმნილი. ამ დროისთვის შეიძლება გაიფიქროთ, როგორ აღმოჩნდა მდიდარი, იახტის მფლობელი, გამოუცდელი მთავსვრელი, დედამიწის ყველაზე საშიში მთის სიკვდილის ზონაში დაკარგული. ხოდა, ჩვენი ისტორიის ეს ნაწილი დაიწყო 1938 წლის დასაწყისში, ქორწინებიდან 4 წლის შემდეგ. ერთ საღამოს დადლი და მისი ცოლი ბევრ ადამიანს ეპატიჟებიან თავიანთ მდიდრულ Fifth Avenue-ს ბინაში მანჰეტენზე, რათა ეჩვენებინათ სლაიდები ევროპაში თხილამურებით სრიალისა და მთაზე ცოცვის შესახებ. შემთხვევით გერმანული წარმოშობის ამერიკელი მთავსვრელი ფრიც ვაისნერი იყო მიწვეული. სულ 1 წლით ადრე ფრიცმა სიტყვით გამოსვლა გამართა ამერიკის ალპინისტთა კლუბში, სადაც მან გაამჟღავნა თავისი გაბედული გეგმა, მოეწყო ექსპედიცია, რათა K2 პირველად დაელაშქრათ. ფრიცმა იცოდა, რომ ექსპედიციის დაფინანსების მოპოვება რთული იქნებოდა, რადგან ამერიკის ეკონომიკა 1938 წელს არ იყო საუკეთესო მდგომარეობაში. ამიტომ მას მოუწევდა მოეძებნა ალპინისტები, რომლებიც საკუთარ ხარჯებს თავად დაფარავდნენ. იმ პერიოდში მთლიანობაში თითოეულ ადამიანს დაახლოებით $17,500 დაუჯდებოდა, რაც დღევანდელი კურსით დაახლოებით $309,000 შეადგენს. როდესაც ფრიცმა დადლისთან მის ბინაში ისაუბრა, სწრაფად მიხვდა, რომ გაუმართლა. დადლი მაშინვე მოიხიბლა იდეით, აეღო მსოფლიოს მეორე ყველაზე მაღალი მთა, მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ ჰქონდა გამოცდილება მაღალმთიან რეგიონებში. მაგრამ გამოცდილების არქონას არასდროს შეუშლია ხელი მისთვის, რომ მიეღწია სხვა მიზნებისთვის ცხოვრებაში. ბოლოს და ბოლოს თუ მან შეძლო ჰარვარდში ჩაბარება ყოველგვარი კვალიფიკაციის გარეშე და იახტით ატლანტის ოკეანეზე შეჯიბრება, მაშ მთაზე ასვლა ხომ მარტივი უნდა ყოფილიყო, არა? თუმცა როგორც არხის ძველი მაყურებლები იციან, მსოფლიოს ერთ-ერთ უმაღლეს მთაზე ასვლა პარკში სეირნობას არ გავს. ჰიმალაის ნებისმიერ მწვერვალზე ასვლა იქნება ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თუ არა, სრულიად განსხვავდება ალპებისგან. ამ ისტორიულ ეტაპზე მსოფლიოს არც ერთი 8000 მეტრიანი მწვერვალი ჯერ არავის დაეფორო და თავად K2 ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევად რჩებოდა, რომელსაც ადამიანი შეიძლება შეხვედროდა. ზღვის დონიდან 28,251 ფუტზე აღმართული, ის მხოლოდ ევერესტზეა დაბალი ზომით. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ოდნავ დაბალია, დღეს ის ბევრად უფრო საშიშად ითვლება. K2 ცნობილია თავისი უკიდურესი სიმკვეთრით, 1000 მეტრი ტექნიკური კლდისა და ყინულის ცოცვით, ასევე ნებისმიერ მომენტში ქარბუქების, კლდის ჩამონგრევისა და ზვავების საშიშროებით. დადლისთვის მას ამ ექსტრემალური მთამსვლელობის ეს მხარე თითქმის არ ჰქონდა გამოცდილი და თუ ექსპედიციიდან გადარჩენა სურდა, უწევდა უფრო მეტად ევარჯიშა ვიდრე ოდესმე. რაც შეეხება ფრიცს, მისი აზრი შეუცვლელი იყო. მას დადლის ფინანსური წვლილი სჭირდებოდა. ეს გადამწყვეტი ნაწილი იყო მისი მიზნის მისაღწევად. პირველად ამერიკელების აყვანა 8000 მეტრიანი მწვერვალის წვერზე. იმ დროს ფრიცმა ალბათ იცოდა, რომ დადლის ჩართვის გადაწყვეტილება შეიძლება საფრთხეს უქმნიდა როგორც გუნდს, ისე მილიონერს. მაგრამ მეორე მხრივ, ცხოვრების უდიდესი ჯილდოები ხშირად სერიოზულ რისკთან არის დაკავშირებული. დადლი შეიძლება სკოლაში ყველაზე ჭკვიანი ბავშვი არ იყო, მაგრამ სულელიც არ ყოფილა. ასვლისთვის მოსამზადებლად, მან 1939 წლის გაზაფხულზე სცადა მონბლანისა და პიეს პაულუს მწვერვალებზე ასვლა, მაგრამ ორივე ასვლაში საშინლად დამარცხდა, მიუხედავად იმისა, რომ მეგზური ეხმარებოდა. საქმეები კარგად არ მიდიოდა, მაგრამ დადლი მოტივირებული რჩებოდა და სჯეროდა, რომ ეს მხოლოდ მცირე დაბრკოლებები იყო და რომ მხოლოდ მისი ძალა და ნებისყოფა მიიყვანდა იქ, სადაც არც ერთ თამსლელს არ მიუღწევია. K2-ის მწვერვალზე. მარტისთვის დადლი ინგლისში ფრიცს შეხვდა, სადაც დაიწყეს ექსპედიციისთვის საჭირო ყველა აღჭურვილობის შეძენა. დადლის ბევრი ფული ჰქონდა და არაფერს იშურებდა. მათ იყიდეს იმ დროისთვის საუკეთესო აღჭურვილობა, მათ შორის მძიმე კარვები, გასაბერი მატრასები, ხუმელები, ლუსმიანი ჩექმები და საძილე ტომრები. საკვებისთვის მათ ბევრი გაუწყლოებული პროდუქტი, რძე, ხილი და ბოსტნეული წამოიღეს. მაგრამ ასვლისას მათი ენერგიის ძირითადი წყარო კონსერვები და გამომშრალი ხორცი იყო. ფრიცსა და დადლის კიდევ 4 ალპინისტი შეუერთდა გუნდში, მათ შორის ჯეკ დიურანსი, ჩაპელ კრანმერი, ჯორჯ შელდონი და ტონი კრომველუელი, რომელიც მოადგილე ლიდერის როლს ასრულებდა. ტონი კიდევ ერთი შეძლებული ადამიანი იყო, რომელსაც ჩვეულებრივი სამსახური არ სჭირდებოდა. დადლისგან განსხვავებით, ტონი დროს მთებში ცოცვას უთმობდა მსოფლიოს გარშემო და ფრიცისთვის იდეალური თანამგზავრი იყო. გუნდმა დაიქირავა 9 შერპა და კიდევ ბევრი მტვირთველი და ერთად ისინი შეეცდებოდნენ შეუძლებელი შეესრულებინათ და K2 დაებკროთ. 1939 წლის 29 მარტს. დადლი გენუაში შეხვდა დანარჩენ გუნდს და ავიდა გემზე SS კუნტე ბიანკა მანო, რომელიც მათ ბომბეიში, ინდოეთში წაიყვანდა. ეს იყო მათი 6 თვიანი ექსპედიციის დასაწყისი და პირველი ნაბიჯი ისტორიის შექმნისკენ.
აქედან გუნდმა 40 საათიანი გრძელი მატარებლით იმგზავრა რავალპინდიმდე, სანამ ორი მანქანა მათ შრინაგარში, ქაშმირის ველზე წაიყვანდა. აპრილის ბოლოსთვის თამსვლელები შეხდნენ შერპებს და მტვირთავებს, მაგრამ მე-20 საუკუნის ამ პერიოდში მთისკენ გზა არ არსებობდა. ამის ნაცვლად დადლემ და გუნდმა ფეხით უნდა გაევლოთ 330 მილი, რომ კეორის ძირამდე მიეღწიათ. როცა ისინი ფეხით და ცხენებით მგზავრობდნენ, ეს დასავლელი კაცებისთვის სრულიად სხვა სამყაროდ უნდა მოჩენილიყო. ეს აშკარად ჩანს ტონის ჩანაცემში, რომელმაც დაწერა. ეს მართლაც უღრანი და უნაყოფო ქვეყანაა და მაცხოვრებლები როგორ ახერხებებენ აქ ცხოვრებას, მუდმივ აღფრთოვანებას და გაოცებას მგვრის. ბორცვები მცენარეულობას სრულიად მოკლებულია. მცენარეები მხოლოდ მორწყულ ალუვიურ კონუსებზე იზრდება. გზაში გატარებული 1 თვის შემდეგ, ყოლოდრიური ლაშქრობისას დადლემ ბოლოს და ბოლოს, მაისის ბოლოს პირველად დაინახა კეორი, კარგ განწყობაზე მყოფმა, მან და დანარჩენმა გუნდმა მალევე დააარსეს საბაზო ბანაკი 16500 ფუტ სიმაღლეზე. შემდეგ დაიწყო ის რთული ნაწილი, რისთვისაც ისინი აქ მოვიდნენ, მთაზე ასვლა. თითქმის მაშინვე გუნდს დიდი დარტყმა მიადგა, როცა ჩაპელ კრენმერი ძალიან ძიმედ დაავადდა. ჯეკმა მას მკურნალობა გაუწია. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის არ ჰქონდა სამედიცინო გამოცდილება და 2 საათის განმავლობაში ხელოვნური სუნთქვაც კი გაუკეთა, რამაც სავარაუდოდ სიცოცხლე გადაარჩინა. ასე რომ სანამ ისინი საბაზო ბანაკს გასცდებოდნენ, უკვე ერთი კაცით ნაკლები იყვნენ და დრო სწრაჩად გადიოდა. ტრაპად გადიოდა. თუ მწვერვალზე ასვლა სურდათ, ასვლისთვის ხელსაყრელ პერიოდში უნდა გადაედოთ შიშები გვერდზე და წინსვლა დაეწყოთ. მომდევნო თვის განმავლობაში დადლიმ და სხვებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ თასს შეჩვეოდნენ. მათ 700 ფუნტზე მეტი ტვირთი აიტანეს პირველ ბანაკამდე. აქედან მათ ტვირთის გადატანა მეორე ბანაკში გააგრძელეს, რომელიც დაბალ სიმაღლეზე მარაგების მთავარ პუნქტად გამოიყენებოდა. მაქსიმალურად იქ 9 ტონაზე მეტი მარაგი ინახებოდა. ყველაფერი კარგად მიდიოდა დადლისთვის. ექსპედიციის საწყის ეტაპებზე თავი კარგად დაიჭირა, მაგრამ როგორც კი მაღლა ასვლა დაიწყეს, ყველაფერი შეიცვალა. გამოუცდელობა დაეთხო და ზოგიერთი სხვა მთამსვლელი ამტკიცებდა, რომ მისი მოუქნელობა მათ საფრთხეში აგდებდა. თუმცა დადლი ყველას მოსწონდა და ამასთან მუშაობაში გულმოდგინეობას ამჟღავნებდა. ეს ფრიცის თვალში მის სასარგებლოდ მოქმედებდა, რომელიც სავარაუდოდ დადლის მიმართ განსაკუთრებულ სიმპათიას გრძნობდა, რადგან მან ექსპედიციაში ფინანსური წვლილი შეიტანა. 21 ივნისისთვის ჯგუფი კიდევ ერთ სერიოზულ დაბრკოლებას წააწყდა, რადგან თასს ძლიერი ქარბუქი დაატყდა თავს. ტემპერატურა -2 ფარენჰაიტამდე დაეცა და ჯგუფი ერთი კვირაზე მეთხას მეოთხე ბანაკში გამოკეტილი დარჩა. ამან თამსვლელებზე ფსიქოლოგიურად საოცარი გავლენა მოახდინა. ანუ, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორია იყოთ გამოკეტილი ცივ უკაცრიელ მთაზე, როცა დროის გასაყვანად თითქმის არაფერი გაქვთ და ძლიერი ქარები თქვენს კარავს აჯანჯღარებს. ბევრმა ალბათ იფიქრა, რომ ეს ნიშანი იყო სახლში დაბრუნების, მას შემდეგ რაც ქარიშხალი მოულოდნელად დასრულდა 29 ივნისს. მაგრამ გუნდის დანარჩენი წევრებისგან განსხვავებით, დადლი და ფრიცი კვლავაც ისეთივე მოტივირებულები დარჩნენ და გუნდს განაგრძობდნენ წახალისებას, რომ გზა გაეგრძელებინათ. გასაოცარია, მაგრამ გუნდმა მნიშვნელოვანი პროგრესი განაგრძო. თვის ბოლოსთვის ფრიცმა აიარა ცნობილი ჰაუსნოვოსი 100 ფუტიანი ბზარი კლდის კედელში. ეს ასვლის უკიდურესად საშიში და ტექნიკური ნაწილია, მაგრამ დადლისთვის საბედნიეროდ ფრიცმა გაამაგრა თოკები, რომლითაც გამოუცდელ მთამსვლელს ზევით ამოჰყავდა. წყვილს 2 შერპაც შეუერთდა და ერთად დააარსეს ბანაკი ნომერი 5. მაგრამ გუნდის საწყისი სიხარულის მიუხედავად, დამქანცველმა ასვლამ დადლიზე თავისი კვალი დატოვა. როცა ჯეკი მივიდა ბანაკ 5-ში, მან დადლის ფეხები დაათვალიერა და შოკში ჩავარდა, რადგან მოყინვის ნიშნები აღმოაჩინა. ეს სერიოზული პრობლემა იყო. თუ არ უმკურნალებდნენ, ქანი და ქსოვილები დაიწყებდა გვდომას და დაზიანებული კიდურის ამპუტაცია გახდებოდა საჭირო. მაგრამ დადლი შეურყეველი ჩანდა. მან გამბედაობა მოიკრიბა და ნელა, მაგრამ მაინც გაემართა ბანაკი ნომერი 6-ისკენ. ჯეკმა თავდაპირველად შესთავაზა დადლის, რომ თიდან უკან დაეხია, თუმცა ფრიცმა ეს გადაწყვეტილება გააუქმა და დადლის გაგრძელების უფლება მისცა. ზოგი ამას უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებად მიიჩნევს, მაგრამ თქვენ რას ფიქრობთ? დადლის ამ მდგომარეობაში უნდა დაეხია უკან ამ ეტაპზე. მიუხედავად ამისა, დადლი გუნდთან ერთად აგრძელებდა გზას. ახლა ყოველი დღე ბრძოლა იყო როგორც სტიქიასთან, ისე საკუთარ თავთან. მისი ცოცვის უნარები საუკეთესო არ იყო, მაგრამ რაც ამ ხრივ აკლდა, ამას თავისი მოტივაციითა და ძალით ანაზღაურებდა. 14 ივლისისთვის, მთაზე გატარებული რამდენიმე მძიმე თვის შემდეგ, მათ საბოლოოდ დააარსეს მერვე ბანაკი. თუმცა ამ დროისთვის, დადლის სხეული უკვე წინააღმდეგობას უწევდა მას. მე-20 საუკუნის დასაწყისში, ბოთლში შენახული ჟანგბადი ჯერ კიდევ არ იყო ისეთი პოპულარული, როგორც დღეს ალპინიზმის სამყაროში. ალპინისტებს, როგორც დადლია, მთის სიმაღლეს სწორად უნდა შეგუებოდნენ, მაგრამ მაშინაც კი ზღვის დონიდან 10,000-ობით ფუტის სიმაღლეზე ამდენი დროის გატარება წარმოუდგენლად სახიფათო
და სხეულისთვის ძალიან მძიმეა. ამ დროისთვის, როგორც დადლიმ, ისე ფრიცმა გასაოცარი 3 კვირა გაატარეს 22,000 ფუტზე მაღლა. აქედან გუნდი უკვე საკმარისად ახლოს იყო მწვერვალზე ასასვლელად, მაგრამ ქვემოთ ყველაფერი იშლებოდა. ჯეკი იძულებული გახდა მეორე ბანაკში ჩამოსულიყო, რადგან ჟანგბადის ნაკლებობის გამო ჰიპოქსია დაეწყო. როცა ის მივიდა, მან ბანაკი უწესრიგობაში ნახა და ტონს ექსპედიციის გაგრძელების ყოველგვარი მოტივაცია დაეკარგა. ეს სერიოზული პრობლემა იყო, რადგან ახლა აღარ არსებობდა კავშირი მთის ზედა ნაწილში მყოფებსა და ქვემოთ არსებულ მათ სასიცოცხლო მომარაგების ხაზს შორის. მაგრამ მთის მაღალ ნაწილში, სადაც დადლი, ფრიცი და რამდენიმე შერპა ემზადებოდნენ ბოლო 3,000 ფუტის ასასვლელად, მათ თითქმის არ იცოდნენ, რომ მნიშვნელოვნად გაუსწრეს თავიანთ მომარაგების ხაზებს. ეს მოგვიანებით მძიმე შედეგებს გამოიწვევდა. 17 ივლისს დადლიმ, ფრიცმა და პასანგ ლამამ დაიწყეს თავიანთი საბოლოო შეტევა K2-ზე. ეს იყო გადამწყვეტი მომენტი. შეძლებდნენ კი ისინი ისტორიის შექმნას და გახდებოდნენ პირველი ალპინისტები, ვინც მსოფლიოს ერთ-ერთ 8,000 მეტრიან მწვერვალზე ავიდოდნენ. ეს იყო ყველაფერი, რისთვისაც ისინი მუშაობდნენ და ახლა ეს უკვე ხელის გაწვდენაზე იყო. მაგრამ როცა ისინი მერვე ბანაკიდან გააგრძელეს გზა, დადლიმ თავისი ზღვარი მიაღწია. მისმა სხეულმა ვეღარ გაუძლო და ის ბანაკში დაბრუნდა. ერთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში დადლი მერვე ბანაკში მარტო დარჩა, მაშინ როცა ფრიცი და პასანგი მწვერვალისკენ მიიწევდნენ. მიჩირს არ მოვიდგინო, რამდენად მარტო უნდა ეკძვნო თავი დადლის. იმ დროისთვის ის ალბათ უკვე ჰალუცინაციებში იყო და ძლიერი ტკივილი ჰქონდა მოყინულობისგან, რომელიც ნელ-ნელა ულპობდა ფეხებს. ერთადერთი ხმა იყო ქარის წივილი, რომელიც მის კარავს უთხრამდა. ქვემოთ დაკბილული მწვერვალების თაუბრუდამხვევის სივრცე ჰორიზონტამდე იშლებოდა და მის მარტოობას საშინლად ახსენებდა. ის სრულიად მარტო იყო სასტიკ მთაზე, სადაც წასასვლელი არსად ჰქონდა. მას მხოლოდ იმედი დარჩენოდა, რომ ან შერპები, ან რომელიმე მთამსვლელი დაბრუნდებოდა. მთის უფრო მაღალ ნაწილში ფრიცმა და პასანგმა 19 ივლისს მწვერვალზე აცვლის ბოლო მცდელობა დაიწყეს. და მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილი მწვერვალიდან მხოლოდ 800 ფუტით იყვნენ დაშორებულნი, უკან დაბრუნება გადაწყვიტეს, რადგან პასანგმა შიშის გამო გაგრძელებაზე უარი თქვა. ამ გადაწყვეტილებაზე საუბრისას ფრიცმა მოგვიანებით დაწერა: "ბევრჯერ ვინანე დაღმართზე რომ დავნებდი. ჩვენთვის ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა მწვერვალზე ასვლა და შემდეგ დილით რთული მონაკვეთის გავლა. მიუხედავად უკან დახევისა, ფრიცისთვის ოცნება არ დასრულებულა. მას ჯეროდა, რომ ისინი უბრალოდ დაბრუნდებოდნენ მერვე ბანაკში, აიღებდნენ მარაგებს და კიდევ ერთხელ ეცდებოდნენ მწვერვალზე ასვლას. მაგრამ როცა მივიდა, ის შეშინებული იყო, როცა აღმოაჩინა, რომ დადლი მთელი ეს დრო მარტო იყო. ფრიც ვერ გაეგო, რატომ არ ამოიტანეს ქვემოთ მყოფებმა დამატებითი მარაგები, ან რატომ არავინ მოვიდა მათ სანახავად. ამ დროისთვის დადლი სრულიად ამოეწურა ასანთი, რაც იმას ნიშნავდა, რომ ვეღარ ამზადებდა საჭმელს და ვეღარც თოლს ადნობდა წყლისთვის. დადლიც და ფრიციც ამ დროს არ იცოდნენ, რომ ქვემოთ დარჩენილი გუნდის წევრები ფიქრობდნენ, თაზე მაღლა მყოფი ყველა დაღუპული იყო. რამდენიმე დღით ადრე ერთ-ერთი შერპა მერვე ბანაკიდან 500 ფუტის მანძილზე მიუახლოვდა და სამჯერ დაიძახა, მაგრამ დადლი მისი ხმა ვერ გაიგო. მას შემდეგ, რაც შერპამ ახლახან მომხდარი ზვავის ნიშნები დაინახა, მან იფიქრა, რომ თამსვლელები მთაზე ასვლისასაც დაღუპულიყვნენ. დადლი ახლა ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, მაგრამ მაინც მოახერხა ფეხზე წამოდგომა და სამივე ერთად ჩავიდა მეშვიდე ბანაკში. მაგრამ ჩამოსვისას უბედურება დატრიალდა. დადლის მოუქნელობა მის დააგდო და თითქმის სამივე კაცი გადაჩეხა გოდვინ ოსტინის მყინვარზე. საბედნიერო, მათ მოახერხეს გადარჩენა და უსაფრთხოდ მიაღწიეს მეშვიდე ბანაკს. მაგრამ როცა მივიდნენ, შოკში ჩავარდნენ, რადგან მარაგი თითქმის აღარ იყო და კაროები თოლში იყო ჩაფლული. ახლა ეს უკვე გადარჩენისთვის ბრძოლა იყო. თამსვლელებმა იცოდნენ, რომ მარაგის მოსაპოვებლად ქვედა ბანაკებში უნდა ჩასულიყვნენ. ფრიცმა განაცხადა, რომ დადლიმ შესთავაზა მეშვიდე ბანაკში დარჩენილიყო, სანამ ის და პასანგი დაბლა ჩავიდოდნენ. მაგრამ ასეთი ხანგრძლივი დრო სიმაღლეზე გატარების შემდეგ შესაძლოა არც ერთ მათგანს სწორად არ ეფიქრათ. დადლი აშკარად იტანჯებოდა როგორც ყინვისგან, ასევე სიმაღლისგან. როცა ფრიცი და პასანგი მთიდან დაბლა ჩადიოდნენ, ბანაკიდან ბანაკში გადასვლისას ისინი მიტოვებულ ადგილებს პოულობდნენ და საკვები თითქმის არ ჰქონდათ. როდესაც საბაზო ბანაკს მიაღწიეს, ძალა გამოცვლილები იყვნენ და ძლივს დადიოდნენ. ფრიცი განრისხებული იყო დანარჩენ თამსვლელებზე. ის ამტკიცებდა, რომ მათ მთაზე სასიკვდილოდ მიატოვეს და მათ წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილითაც კი დაემუქრა. თონიმ ფრიცს საპასუხოდ უთხრა, რომ მან დადლი მთის მაღალ ნაწილში მიატოვა და გარკვეულწილად მართალიც იყო. ამ მომენტიდან მოყოლებული, ფრიცი და ტონი დაუძინებელი მტრები გახდნენ. მაგრამ მიუხედავად მათი უთანხმოებისა, უფრო დიდი და მნიშვნელოვანი პრობლემა იყო დადლი. ის კვლავ მარტო დარჩა K2-ზე და ამჯერად თამსვლელებს მოუწევდათ კვლავ ავიდნენ ამ საშიშ მთაზე, რათა გადაერჩინათ იგი. 25 ივლისს ჯეკი და სამი შერპა მთაზე ასვლა შეუდგნენ, მაგრამ მხოლოდ მეოთხე ბანაკამდე მიაღწიეს. აქედან მხოლოდ 2 შერპას ჰქონდა ძალა გაეგრძელებინა გზა და მიეღწია მე-6 ბანაკამდე.
რამდენიმე დრეში Pass and Kikulum Tenzing Norbum დატოვეს საბაზო ბანაკი დასახმარებლად და მოახერხეს ერთ დღეში შთამბეჭდავი 7000 ფუტის დაძლევა, რათა საღამოსთვის მეექვსე ბანაკს მიეღწიათ. ამგვარი ასვლა შედარებადი იყო ბევრად უფრო გვიან განვითარებულ ალპურ სტილთან, რომელმაც მალე მთამსვლელობის სამფარო შეცვალა. 29 ივლისს ფასანკიკული, ფასანკიტარი და ფინზუ მეექვსე ბანაკიდან გაემართნენ. მაშინ ოსა Tenzing Norbu მეორე უკან დარჩა. მათ საბოლოოდ მიაღწიეს დადლის. ისინი ელოდნენ, რომ არ ფრთოვანებით შეხვდებოდნენ, რადგან მის ჩამოყვანას აპირებდნენ თიდან და უკან ფუფუნების ცხოვრებაში. მაგრამ ასე არ მოხდა. ამ დროისთვის მას აშკარად სიმაღლის ავადმყოფობა ჰქონდა. როდესაც მის კარავს მიუახლოვდნენ, შიგნით მოკუნტული დახვდათ და იატაკი მისი შარდითა და განავლით იყო დაფარული. მას არ ჰქონდა ცხალი და თბილი საჭმელი და უარს ამბობდა წასვლაზე, რადგან გარკვევით ვეღარ აზროვნებდა. ამის ნაცვლად შერპებს თხოვა რომ მეორე დღეს დაბრუნებულიყვნენ და მაშინ გზად იქნებოდა ჩამოსასვლელად. ალბათ სიმაღლის ავადმყოფობა ლაპარაკობდა და არა ის. როგორც არ უნდა ჟღერდეს ეს ამბავი, არ ვიყავი მზად იმისთვის, რაც შემდეგ მოხდა. შერპებმა მართლაც დატოვეს იგი. და ისინი ვერ დაბრუნდნენ 31 ივლისამდე ქარიშხლის გამო, 2 დღის შემდეგ, რაც ის იმ საშინელ მდგომარეობაში იპოვეს. მაგრამ როცა საბოლოოდ წავიდნენ, ეს იყო უკანასკნელი დრო, როცა ისინი ცოცხლები ნახეს. უცნობია რა დაემართათ შერპებს, როცა მამაცურად დაბრუნდნენ ზემოთ, შემდეგ ბანაკში, დადლის გადასარჩენად. მაგრამ 2 დღის შემდეგ ცერინგმა გააცნობიერა, რომ ისინი აღარ ბრუნდებოდნენ და ის სწრაფად დაბრუნდა საბაზო ბანაკში. ჯეკი და სხვები შოკში იყვნენ, როცა ცერინგი მარტო დაბრუნდა. თავის დრიუში ჯეკმა დაწერა თავისი აზრები იმ ამბავზე, რომ მეშვიდე ბანაკიდან არავინ დაბრუნდა. მან თქვა, შერპები დარწმუნებულები არიან, რომ რაღაც საშინელი მოხდა. ვაისნერი სხვანაირად ფიქრობდა. არა, შეუძლებლად მეჩვენება, რომ ასეთი გამოცდილი ჯგუფისთვის რამე მომხდარიყო. ფრიცის იმდროინდელი აზრები შეიძლება აბსურდულად მოგეჩვენოთ, მაგრამ გახსოვდეთ, თვითონაც არ იცოდა, რამდენად მომაკვდინებელი გახდებოდა ეს მთა მომავალი მთამსვლელებისთვის. ფრიცმა გადაწყვიტა მესამე სამაშველო მცდელობა ორგანიზებულიყო, შესაძლოა, იმიტომ რომ თავი დამნაშავედ იგრძნო, დადლი მეშვიდე ბანაკში მარტო რომ დატოვა. დანაშაულის გრძნობა უცნაური ემოციაა ადამიანისთვის. წარმოიდგინეთ ტვირთი, არა ფიზიკური სიმძიმე, არამედ რაღაც ბევრად მძიმე, რაც სულზე გაწვება. ეს არის წარსული შეცდომის აჩრდილი. წამი, რომლის წაშლაც გინდა, ეს არის დანაშაულის გრძნობა. და ზოგისთვის ეს დამთქმული ტვირთი მშვიდად ფიქს კი არ იწვევს, არამედ სახიფათო სასოწარკვეთილ ცეკვას უბუნურებასთან. ალბათ ახლა ფრიცს უნდა დაეჯერებინა, რომ დადლის გადარჩენა შეეძლო. თუ არა, მას მოუწევდა თავისი როლი დაენახა მის სიკვდილში. ფრიცი იყო ერთადერთი მთამსვლელი, რომელიც საკმარისად ძლიერი იყო, რომ კიდევ ერთხელ ეცადა მთაზე ასვა. ასე რომ 3 აგვისტოს ის გაემართა ცერინგთან და დავათ ჰონდუp შერპასთან ერთად. მაგრამ წინსვლა ძალიან ნელა მიდიოდა და მთელი დღის ცოცვის შემდეგ მხოლოდ პირველ ბანაკამდე მიაღწიეს. შემდეგ კიდევ ერთი ქარიშხალი დაატყდა მთას, რამაც კაცები კიდევ ერთხელ ჩიხში მოაქცია. ამ ეტაპზე ჩანს, რომ ფრიცმა ყოველგვარი იმედი დაკარგა და საბოლოოდ დაასკვნა, რომ დადლი და 3 შერპა ყველანი დაიღუპნენ. მათ აღარაფერი შეეძლოთ გაეკეთებინათ. ამიტომ ფრიცმა გადაწყვიტა, რომ ისინი საბაზო ბანაკში დაბრუნდებოდნენ. როდესაც მივიდნენ, საშინელ მდგომარეობაში იყვნენ. კაცებმა რაც შეეძლოთ ჩაალაგეს და დაიწყეს გრძელი გზა სრინაგარისკენ, სადაც ფრიცს მოუწევდა დაპირისპირება. პირველი, მრავალი დაპირისპირებიდან იმ აზრს უკავშირდებოდა, რომ ის არა მხოლოდ დადლის, არამედ არა პირდაპირ 3 შერპას სიკვდილზეც იყო პასუხისმგებელი. ამ აზრს აქტიურად ავრცელებდა თონი, რომელიც აგრძელებდა მტკიცებას, რომ ფრიცმა მოკლა დადლი. სრინაგარში ყოფნისას თონიმ ბრიტანულ საზოგადოებასაც ესაუბრა. ამტკიცებდა, რომ ფრიცის ხელმძღვანელობის უნარი საშინელი იყო. შემდეგ წლებში ფრიცს არაერთხელ მოუწია აეხსნა რა მოხდა მთაზე. ზოგიერთი მოხსენება კი მიანიშნებდა, რომ ის იყო პასუხისმგებელი ამ სიკვდილებზე. ბოლოს და ბოლოს ის ერთადერთი გამოცდილი მთამსვლელი იყო. კრიტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ ის ზედმეტად იყო კონცენტრირებული მწვერვალზე და მისი ლიდერობა ტრაგედიას შეუწყო ხელი. ასვლის პირველივე აღწერებში ბრალის დიდი ნაწილი მას დააკისრეს. ზოგიერთი კი ამტკიცებდა, რომ ფრიცის დიდების ხურვილმა მისი გუნდის უსაფრთხოება დაჩრდილა. როდესაც ის აშშ-ში დაბრუნდა, ფრიციმ New York Times ინტერვიუ მისცა, სადაც მან K2-ის ექსპედიცია ომს შეადარა, სადაც მსხვერპლი მოსალოდნელია. ეს ბევრ ალპინისტურ საზოგადოებაში არ მოეწონათ, რადგან ფიქრობდნენ, რომ ის დადლის მიტოვებას ამართლებდა. თუმცა სხვები ფრიცის მხარეს დადგნენ. უკან რომ მივიხედოთ, ეს მართლაც რთული სიტუაციაა. ერთი მხრივ ლიდერის პასუხისმგებლობაა, მეორე მხრივ მაღალმთიანი ცოცვის სასტიკი რეალობაა. ეს იყო გააზრებული რისკი, რომელიც ცუდად დასრულდა თუ შეფასების შეცდომა. ამაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს, რაზეც ყველა თანხმდება. დებატი 10 წლეულების განმავლობაში გრძელდებოდა. ზოგი ფრიც ვაისნერს გმირად მიიჩნევდა, რომელმაც შესაძლებლობების ზღვარი გამოსცადა.
ხოლო სხვები მას უპასუხისგებლო ლიდერად თვლიდნენ, რომელმაც გუნდის წევრი შესწირა. Deadly Wolf-ის tragically sickly კიორიზე ცოცვის ისტორიაში მძიმედ ავირჩება, ხოლო პრისის პასუხისგებლობის საკითხი დღესაც განიხილება. ერთი რამ, რაც დღეს ვიცით, არის ის, რომ გასაკვირია საერთოდ ვინმე თუ დაბრუნდა იმ ექსპედიციიდან. 10 წლეულების განმავლობაში, როცა ადამიანები მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალებზე ადიოდნენ, როგორიცაა ევერესტი, კანგჩენჯუნგა და ლოჰოცე, კორი განსაკუთრებით საშიში ბუნებით გამოირჩეოდა. დღეს კარაკორუმ 2 თლაც თამსლელთა უმეტესობა დედამიწის ყველაზე საშიშ მთად მიიჩნევს. დადლის და 3 შერპას ცხედრები, რომლებიც მის გადასარჩენად წავიდნენ, არასდროს უპოვიათ და ისინი კიდევ 4 მსხვერპლი გახდნენ იმ გრძელი სიის, რომელმაც K2-ის სახელი მოუტანა. მკვლელი მთა. მადლობა ყურებისთვის და მომავალ ვიდეოში შევხვდებით. იკავი გამბედავი და იცხოვრე მამაცად.